მოგესალმებით OpenGL-ის ვიდეო გაკვეთილების შემდეგ სერიაში. ჩვენ წინაზე შევქმნით ესეთი პატარა პანჯარა, შეგვიძლია გადავაადგილოთ, გავთიშოთ და ჩავთვალოთ. მოდი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დავბრუნდეთ ჩვენს ბრაუზერში, OpenTK-ის საიტზე, Learn განყოფილებაში. გადავიდეთ Getting Started-ში და Hello Triangles დავაჭიროთ. ქვევით თუ ჩამოვწევთ, დაინახავთ, რომ არის ესეთი პატარა ნახატი და აწერია ნორმალიზებული კოორდინატები. რა არის ნორმალიზებული კოორდინატები? მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს პროგრამაში და ჩავთვალოთ პანჯარა და განვიხილოთ ეს ნორმალიზებული კოორდინატები რა არის და რას ნიშნავს. ჩვენი პანჯარა სინამდვილეში დაყოფილია აი ასე კოორდინატებად. გვაქვს x-ი ჰორიზონტალური წრე და გვაქვს y-ი ვერტიკალური წრე. ეს თქვენთვის ნაცნობი იქნება. მაგრამ განსხვავებულია აი ეს. მარცხენა წერტილი ჰორიზონტალურ წრეზე არის -1. მარჯვენა წერტილი არის 1. შუა იქნება 0 და ვერტიკალურ წრეზეც ზედა წერტილი არის 1, ქვედა -1 და შუა 0. და აი ამ ერთიანები და -ერთიანებით განსაზღვრავთ რაღაც წერტილის კოორდინატებს. მაგალითად, თუ სამკუთხედის აგება გვინდა. შეგვიძლია დავწეროთ, რომ -0.5 ჰორიზონტალურ წრეზე და -0.5 ვერტიკალურ წრეზე ქონდეს წერტილი. შემდეგ 0-ზე და 0.5-ზე x, y, შემდეგი 0.5-ზე და -0.5-ზე x და y წერტილები. ეს წერტილები რომ შევაერთოთ, გვექნება სამკუთხედი. ანალოგიური მოხდებოდა თუ 0.5-ების მაგალითად გვექნებოდა 1-ები და 0-იანები. -1, -1-ზე რო ქონდეს წერტილი, 0-ზე და 1-ზე და შემდეგ 1-ზე და -1-ზე. გვექნება თლიანი პანჯარა გავსებული სამკუთხედი. და ეს არის ნორმალიზებული კოორდინატები. ახლა ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გავწეროთ ეს წერტილები, გავუწეროთ რაღაც პარამეტრები და ნელ-ნელა ვეცადოთ, რომ დახატვისკენ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ვისაც მოგწონთ ეს ვიდეო გაკვეთილები და გაინტერესებთ მაგალითად C++-ში იგივე როგორ უნდა გავაკეთოთ, შეგიძლიათ ან ჩემს YouTube გვერდზე გადახვიდეთ და ნახოთ ჩემი C++ და OpenGL-ის ვიდეო, ან შეგიძლიათ Eruditus გვერდზე გადახვიდეთ, რომელიც იქნება მოცემული აღწერაში და შეიძინოთ მთლიანი კურსი გრაფიკული პროგრამირების. ამ კურსში აღწერილია შეიდერები რა არის, როგორ შეგვიძლია ტექსტურები, ტრანსფორმაციები, მატრიცები რა არის, 2D და 3D გამოსახულებები როგორ უნდა შევქნათ, სინათლეების ჩამატება და 3D მოდელების გამოსახვა როგორ უნდა OpenGL-ით. ამიტომ თუ ეს ყველაფერი გაინტერესებს, შეგიძლიათ ან ჩემს ვიდეო ლინკზე გადახვიდეთ, ან Eruditus გვერდზე გადახვიდეთ და შეიძინოთ ჩემი კურსი. მოდი ახლა რაც თეორიულად გავაკეთოთ, ცალო და ჩავამატოთ ჩვენს პროგრამაში. ვეცადოთ, რომ ზუსტად ის წერტილები, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც ვრთავდით პანჯარას, მოდი რაღაცნაირად გავწეროთ სადმე აი ეს კოორდინატები, რომ -0.5 -0.5 წერტილზე რაღაც ამ წერტილში უნდა იყოს აი ეს ყველაფერი და შემდეგ უნდა შევაერთოთ. სადაც ეს წერტილები გავწეროთ. მოდი გადავიდეთ ჩვენს game class-ში და onload ფუნქციაში გადავიდეთ, სადაც ვირთავთ ყველა საჭირო რაღაც ინფორმაციას და მეხსიერების რაღაც ბლოკებს. მოდი გადავიდეთ onload-ში და დავიწყოთ ამის შექმნა. პირველ რიგში რა გვაქვს ჩვენ? ჩვენ გვაქვს რაღაც ადგილმდებარეობები წერტილების. მოდი აი ამათ დავარქოთ vertex. რომელიღაც წერტილზე რაღაც ინფორმაცია იყოს ჩვენი vertex. ამ შემთხვევაში რომ გადავხედოთ, ჩვენ გვაქვს აი ესეთი რაღაც. გვაქვს 3 წერტილი, გვაქვს x-ი, y-ი და z-ი. z-ი ამ შემთხვევაში არაფერში გვჭირდება, რადგან 2D ნახავს ხატავს, თუმცა შემდეგ 3D-ში გვინდა გადასვლა და მოდი ბარემ z კოორდინატიც გქონდეს. და ეს იქნება ჩემი vertex-ი. ახლა რამდენიმე vertex-ი თუ მექნება, ეს იქნება ჩემი vertex-ები. ინგლისურად იწერება vertices. მოდი ეს vertices დავხატოთ. გვინდა რაღაც ესეთი გქონდეს. 1, 2 და 3 წერტილი რომ შევქნათ ჩვენი სამკუთხედი. სამი x-ი, 3y-ი, 3z. შეიძლება იფიქროთ, როგორ შეიძლება ჩამოვწეროთ ეს მონაცემები. და პრინციპში საერთოდ არ არის ეს რთული. მოდი გადავიდეთ Chrome-ში და ცოტა ზევით ავსკროლოთ. და აქ წერია ზუსტად აი როგორ შეიძლება გავწეროთ ეს ინფორმაცია. დავბრუნდეთ უკან და ჩვენს გავაკეთოთ ანალოგიური. შევქმნი float-ების array-ს. დავაძერ vertices. და მოდი ჩამოვწეროთ ის ციფრები, რაც ჩვენ გვინდა. პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებს მარცხენა კუთხე. მარცხენა კუთხე არის
-0.5f და შემდეგ -0.5f. z იყოს 0. რატომ ვაკეთებთ ამას ხომ გახსოვთ? რადგან ჩვენ გვაქვს რაღაც ეკრანი და მასზე გვაქვს კოორდინატები. ჩვენ თუ გვაინტერესებს მარცხენა წერტილი, ჩვენ უნდა გადავიდეთ აქ -0.5 და -0.5 y წერტილზე და ვექნება აი აქ ეს წერტილი. ანალოგიურად გავაკეთებ აი აქ, ეს იქნება 0 და 0.5 და აქეთ იქნება 0.5 და -0.5. მოდი ჩამოვწეროთ ეს ყველაფერი. აქ ახლა გავწერ 0, ჩვენ 0.5 y-ზე და 0.0 z-ზე. აქ ახლა 0.5f, -0.5f y-ზე და 0.0 z-ზე. ჩვენი ინფორმაციები გაწერილია ჩვენი ვერტექსის შესახებ. მოდი ახლა დავბრუნდეთ OpenTK საიტზე და ვნახოთ შემდეგი რა ეტაპი გველს. და არის ახლა უნდა შევქმნათ ჩვენ vertex buffer. რა არის vertex buffer? პრინციპში უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ გავარკვიეთ რა არის vertex-ი და შემდეგ გავარკვიეთ თუ აი vertex-ები როგორ შეგვიძლია დავწეროთ. ის ადგილი, სადაც vertex-ები ინახება, მაგას ქვია vertex buffer object. ანუ vertex buffer. Buffer-ი ნიშნავს მეხსიერების რაღაც ბლოკს. ანუ წარმოიდგინეთ ჩვენ ვიდეო კარტაზე რომ შევქმნათ რაღაც მეხსიერების ბლოკი გამოვხოთ კონკრეტულად ჩვენი vertex-ებისთვის. ეს იქნებოდა ჩვენი vertex buffer-ი. და აქ შევინახავდით რამდენიმე vertex, 1 vertex-ი, 2 vertex-ი და 3 vertex-ი არ შემთხვევაში. და შეიძლება კიდევ დამატებით ინფორმაცია რაღაცეები ამ vertex-ების შესახებ. ეს იქნება ჩვენი vertex buffer-ი. ამიტომ vertex buffer შეგვიძლია შევხედოთ როგორც მეხსიერების ბლოკი, რომელიც კონკრეტულად იმისთვის არის გამოყოფილი, რომ ჩვენი vertex-ების ინფორმაცია შეინახოს. მოდი ახლა შევხედოთ როგორ გვიქმნის OpenTK ამ რაღაც buffer-ს. და აქ წერია int vertex buffer და ეს უდრის gl-gen buffer. მოდი ჯერ ეს გადმოვწეროთ და შემდეგ ვისაუბროთ ეს რას ნიშნავს. დავწერე int vbos დავარქვევ და ეს უდრის gl-gen buffer. რას ნიშნავს ეს generate buffer და რატომ აბრუნებს ints? ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ რაღაცაზე. უნდა ვისაუბროთ თუ რას აკეთებს OpenGL, როგორ მუშაობს. OpenGL სინამდვილეში არის state machine. შეიძლება state machine-ები გაიგიათ, შეიძლება შეგიქნიათ კიდეც, მაგრამ ნუ თუ არის რა არის, მოდი ახლა ახსოვთ. წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც. დავუშვათ არ გვაქვს ერთი vertex buffer-ი. გვაქვს რამდენიმე? 3 vertex buffer-ი გვქონდეს. გვაქვს 1, გვაქვს 2 და გვაქვს 3. და წარმოიდგინეთ ეს ყველა არის vertex buffer-ები. ჩვენ როდესაც გვინდა ეს რამდენიმე vertex VBO გამოვიყენოთ, ჩვენ უბრალოდ ესე გამოყენება არ შეგვიძლია. OpenGL-ს სინამდვილეში აქვს პატარა ადგილი გამოყოფილი. და ეს არის ჩემი VBO slot. და როდესაც რაღაც ფუნქციას ვიყენებ, რომელიც VBO-ს იყენებს, მაგალითად დახატვა. დახატვას თუ მჭირდება VBO, ამ VBO slot-ში გადავა, თუ შეგნით რაიმე devs, მაშინ იმას გამოიყენებს. თუ არ devs და ნუ დააბრუნებს ალბათ errors. ანუ კონკრეტული slot-ი გვაქვს განსაზღვრული და შეგვიძლია რაღაც მომენტში მაგალითად ავდგეთ და რომელიღაც აი ეს ჩავსვათ აი აქ. ავიღეთ ჩავსვათ. ახლა ეს რადგან VBO slot-ში არის, ეს არის ჩემი მიმდინარე VBO, ჩემი current VBO. და თუ რომელიმე ფუნქციას დაჭერდა VBO, წავა ამ VBO slot-ში, ჩახედავს რომ VBO არსებობს და ამ VBO-ს გამოიყენებს. მოდი ახლა ეს გამოვიტანოთ და მეორე VBO ჩავსვათ. აი ეს მაგალითად. კიდევ გამოვიყენ რაღაც ფუნქცია, აი ამ VBO-სთან ვიღა კონკრეტულად. ანუ ყოველთვის ამ slot-თან მიდის. და state machine ესეც ნიშნავს. რომ აი თითქოს ამას ქვია state-ები. ან ერთი შეიძლება იყოს, ან მეორე შეიძლება ვიყენებდეთ, ან მესამე ასე შემდეგ. სამივე ერთდროულად ვერ გამოიყენებთ, რადგან რომელიღაც უნდა იყოს ამ slot-ში. რადგან ეს გავარკვიეთ, მოდი ახლა ვისაუბროთ, რომ ints რატო აბრუნებთ აქ. წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ეს buffer-ები იქნება, მათ უთითებთ რაღაც ნომერს ვაძლევთ, მაგალითად 1, 2 და 3. და ზუსტად აი ამ ნომერს გვაძლევს gen buffer-ი. და სინამდვილეში VBO-ს კი არ ვინახავთ აქ, არამედ რაღაც კონკრეტულ მისამართს ან ID-ს ვინახავთ ამ VBO-ს. და ეს არის მთელი ფილოსოფია თუ აი აქ რა ხდება. ახლა მოდი დავბრუნდეთ ბრაუზერში.
და მინდა ერთი რაღაცა გაჩვენოთ. OpenTK საიტის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს. ეს არის docs.gl. აქ არის ყველანაირი OpenGL-ის ფუნქციების დოკუმენტაცია. და მაგალითად რომ დავწერო ეს gen buffer, აი აქ არის კომანდი gl gen buffers. და არის სხვადასხვა OpenGL-ის ვერსიების. თუ მაგალითად OpenGL 3-ს იყენებთ, შეგიძლიათ ამას დააჭიროთ, თუ OpenGL 4-ს იყენებთ, შეგიძლიათ ამას დააჭიროთ. და გადავალ და ყველაფერს გვიჩვენებს ამ ფუნქციის შესახებ. მოდი ახლა დავბრუნდეთ OpenTK-ში დროები და გადავხედოთ შემდეგ რა ხდება. შემდეგი უკვე არის bind buffer-ი უნდა გავაკეთოთ. აი როგორც წეგანვისაუბრე, bind buffer-ი უბრალოდ აიღებს ჩემს VBO-ს და იმ კონკრეტულ სლოტში ჩადებს იმ VBO სლოტში. ჩემს აი ამ რაღაც vertex buffer-ი, რომელიც ახლა შევქმნი. და ამისთვის ჭირდება ეს. აიტომ მოდი დავწერო gia.bind buffer. შემდგომ უნდა მივუწიოთ თუ რა ტიპის buffer-ი არის ეს, დავწეროთ buffer target. მოდი ნახოთ იქ როგორ წერია array buffer. array buffer და მივუწიოთ რომ VBO-ს გვინდა გავაკეთოთ bind. გადავიდეთ ახლა შემდეგ ეტაპზე. ნახოთ რა ხდება. შემდეგ უკვე უთითებთ თუ რა მეხსიერების ადგილი ჭირდება ჩვენს buffer-ს და რისთვის ვიყენებთ. მოდი გადავიდეთ აქ. დავწეროთ gl.buffer data. და buffer data-ს რო გადავხედოთ, პირველ რიგში აწერია buffer target. ეს არის თუ რა ტიპის buffer-ს ვიყენებთ. შემდეგ არის size. size მიუთითებს მეხსიერების ზომა ბაიტებში. თუ მაგალითად ეჭვგვარება რომ მაგისთვის არის, შეგვიძლია ან აქ გადავხედოთ OpenTK-ში, ან მოდი აი აქ ჩავწეროთ. buffer data. და აი აქ მოგცემს gl buffer data. რომ გადავხედოთ, აქ აწერია, აქ არის gl-იდან target, size data. ქვევით რომ ჩავიდეთ, აქ არის გვიწერია ყველა პარამეტრზე ყველაფერი. მაგალითად buffer binding target შეიძლება იყოს რაღაც array buffer, რაღაც dispatch buffer-ი, draw buffer-ი და ასე შემდეგ. size რაც შეეხება, აქ წერია რომ ბაიტებით უნდა მივუწიოთ size. ამიტომ მოდი გადავიდეთ აქ და დავწეროთ პირველ რიგში buffer target array buffer. შემდეგ ნახოთ რა მოდის. ეს არის size. დავწერ size of vertices. და შემიძლია ასე გავაკეთოთ. ნუ აქ რადგან errors მიწერს, შემიძლია ეს დავხურო და დავწერო vertices.length გამრავლებული size of floats. რადგან ვიცით რომ vertex-ები გვაქვს აგერ 9 ელემენტი გვაქვს vertex-ების array-ში და შემდეგ ვიცით რომ float-ები გვაქვს. და მივუწით აი ეს length-ები გამრავლებული ამ size. შემდეგ ნახოთ რა მოდის. ეს არის რაღაც data. data არის კონკრეტული ჩემი vertex-ების ამ შემთხვევაში array-ის reference. აი ეს რადგან მივუთითებ სომა მეხსიერებს, ახლა უნდა მივუთითო აი ამ მეხსიერებაში რა უნდა ჩავდო. და ეს იქნება vertices. და შემდეგ არის buffer usage hint. buffer usage hint-ს რო დავარკვირდეთ რას აკეთებს, ეს განსაზღვრავს თუ რისთვის ვიყენებთ აი ამ buffers. მაგალითად, აქ წერია static draw, stream draw და ასე შემდეგ. არის static draw და dynamic draw. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ static draw. ხა რატომ static-ი? მოდი მაგაზე ვისაუბროთ. პრინციპში ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს. static draw-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ხშირად არ ვაპირებთ buffer-ი შეცვლას. აი შექმნით ეს buffer-ი და მე ჯერ აღარ შევცვლით. მაგრამ თუ მაგალითად ბევრჯერ უნდა შევცვალოთ buffer-ი, მაგალითად მივედით, შევცვალეთ, მაშინ ამ დროს გამოვიყენებთ dynamic draw-ს. სულ ეს არის. მოდი აქ ხა დავწეროთ buffer usage hint static draw. და ეს იქნება ჩვენი განსაზღვრული მეხსიერება buffer-ისთვის. მოდი გავაგრძელოთ, შევხედოთ რა ხდება. თუ ჩამოვალთ ქვევით, აი აქ გვიწევს რა უნდა გავაკეთოთ. როდესაც მორჩებით ჩვენი buffer-ის რაღაც მონაცემების განსაზღვრას, unbind-ი უნდა გავაკეთოთ. delete-ს არ გავაკეთოთ. delete ნიშნავს, რომ ამ buffer-ს წავშლით. წაშლა ნამდვილად არ გვინდა. მაგრამ როდესაც გამოყენებას მორჩებით, შეგვიძლია unbind-ი გავაკეთოთ. დავწეროთ gl.bind buffer. შემდეგ მივუწიოთ buffer target-ი და გავუწეროთ 0. 0 ნიშნავს, რომ unbind-ს ვუკეთოთ. მოდი გადავხედოთ აქამდე რა გავაკეთეთ და აღმოაჩინოთ რა დაგვრჩა გასაკეთებელი, რომ ეს vertex buffer-ის შექმნა დავასრულოთ.
მაგალითად, ჩვენ vertex buffer-ის შესაქმნელად გამოვყავით რაღაც ადგილმდებარეობა OpenGL-ში, გავუწერეთ ზომა, გავუწერეთ რა ტიპის მონაცემები გვექნება შიგნით. და ამით დავამთავრეთ. თუმცა, გვაქვს ასეთი პატარა პრობლემა. ჩვენ ამ წუთას გვაქვს vertex-ებში 3 vertex. სამივე წარმოადგენს ადგილმდებარეობებს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ეს vertex-ები 3 vertex-ად არის დაყოფილი და ყოველ vertex-ში რომ არის 3 მონაცემი. მაგრამ თუ მე ამ შელამაზებულ კოდს აი ასე დავაწყობ, როგორც კომპიუტერი შეხედავს ამ კოდს, შეამჩნევთ, რომ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი მასივი. მასივი, რომელშიც ყრია რაღაც რიცხვები. და ამ შემთხვევაში OpenGL-ს გონია, რომ ჩვენი vertex buffer-ი არის უბრალოდ აი ეს. და ეს არის მთლიანი vertex-ი. ერთი vertex-ი, რომელსაც გააჩნია 9 მონაცემი. მოდი ამ vertex-ების მასივს გადავხედოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვუთხრათ OpenGL-ს, რომ ეს vertex-ი არ არის ჩვეულებრივი vertex-ი და იყოფა რაღაც ნაწილებად. მაგალითად, ყოველ vertex-ში რომ უნდა გქონდეს მხოლოდ 3 მონაცემი. შეგვიძლია პირდაპირ ვუთხრათ OpenGL-ს, თუ როგორ უნდა დავყოთ ეს მასივი. ამას ქვია ატრიბუტები. შეგვიძლია მაგალითად გავწეროთ ატრიბუტი position-ი და ამ ატრიბუტში ვამბობთ, რომ ეს ატრიბუტი არის 3 მონაცემიანი, აქვს 3 float-ი. და ამ ატრიბუტს ქვია position-ი. ამიტომ შემიძლია ახლა 3 მონაცემად დავყო აი ეს მონაცემები. და ეწოდინება OpenGL-ს თუ რამხელა გვექნება vertex-ი. ამასთან ერთად შეგვიძლია მაგალითად გქონდეს რამდენიმე ატრიბუტი. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ წერტილს ასევე ჰქონდეს თავისი ფერი. თავის ფერი ქონდეს გაწერეს ყოველ წერტილში. შეგვიძლია დავამატოთ ახალი ატრიბუტი და დავარქვათ color-ი. უთხრათ, რომ ყოველი ატრიბუტის color-ი არის 4 მონაცემიანი და მთლიანი vertex-ი შედგება ასე. გვაქვს position-ი და გვაქვს color-ი. და ეს არის მთლიანი vertex-ი. მთლიანი vertex-ი გამოდის 7 მონაცემიანი. და გვაქვს ახლა 3 vertex-ი. ჩვენ არ მწუთას არ გვაქვს გაწერილი ფერები, ამიტომ მოდი ვუმშავთ მხოლოდ position-ებით. მოდი დავბრუნდეთ აი აქ OpenGL-ში და უკეთ განვიხილოთ თუ რას ვაკეთებთ. პირველ რიგში აი ამ შელამაზებულ კოდს დავაბრუნებთ და გავაგრძელოთ წერა. მოდი შევქნათ ეს ატრიბუტი და უკეთ გავიგებთ თუ რა ხდება. პირველ რიგში ატრიბუტი რომ შევქნათ, პირველ რიგში მოდი უთხრათ OpenGL-ს რაღაც ატრიბუტს იღენოთ. ამის უნდა დავწეროთ gl წერტილი enable vertex attrib array და შემდეგ უნდა გადავცეთ ატრიბუტის ინდექსი. ამ შემთხვევაში დავწერ 0-ს. რადგან ჯერ ატრიბუტები არ გამაჩნია, ჩემი პირველი ატრიბუტის ინდექსი მინდა იყოს 0. შემიძლია 1-ს დავწერო, 2-ს დავწერო, 3-ს, არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ციფრი აერჩიოთ. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ 0-ს. და შემდეგ ამ ატრიბუტისთვის უნდა გავწეროთ პარამეტრები. როგორც buffer data-ში გავწეროთ vertex ატრიბუტისთვის, უბრალოდ vertex buffer-ისთვის მონაცემები. დავწერ gl vertex attrib pointer. და შეგვიძლია ახლა გავზაროთ პირველ რიგში ამ ატრიბუტის ინდექსი, რომელიც ჩემ შემთხვევაში არის 0. თუ თქვენ ერთიანი გიზრიათ, აქ ერთიანს დაწერით. შემდეგ გვაქვს ჩვენ size. size ამ შემთხვევაში შეგიძლიათ docs წერტილი GL-ზეც გადახედოთ vertex attrib pointers, თუმცა მე გეტყვით, რომ size ამ შემთხვევაში ნიშნავს მონაცემების რაოდენობას. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 3 მონაცემი, x, y და z position-ისთვის. ამიტომ დავწერ 3-ს. შემდეგ უნდა დავწეროთ რა ტიპის მონაცემები ამ ატრიბუტში. და მოდი დავწეროთ, რომ ეს არის float-ი. შემდეგ ნორმალიზებული გვინდა თუ არა იყოს ეს მონაცემები. ნორმალიზებული ნიშნავს, რომ -1-დან 1-მდე არის მონაცემები. უბრალოდ ამ შემთხვევაში მგონი 0-დან 1-მდე. თუმცა ჩვენი მონაცემები უკვე -1-დან 1-მდე არის, ამიტომ ისი ცალკე ნორმალიზება არ გვჭირდება. ამიტომ მოდი დავწეროთ false. შემდეგ უნდა გავწეროთ stride. stride ნიშნავს თუ რამდენი ნაბიჯი უნდა გადავგოთ იმისთვის, რომ აი ერთი vertex-დან გადავიდეთ მეორე vertex-ს. უცებ რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ გვაქვს ესე დაყოფილი vertex-ები. და ახლა ჩვენ უნდა ავდგეთ და აი ვართ აქ, კითხულობთ ამ vertex-ს და შემდეგ მეორე vertex-ზე უნდა გადავიდეთ. რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ აი ამ vertex-ამდე აღმოჩნდეთ? პასუხი არის 3 float-ი უნდა გავიაროთ. და 3 float-ს რო გავივლით, აღმოჩნდებით შემდეგ vertex-ს. მაგრამ ეს 3 float-ი როგორ გავწეროთ? რაოდენობაში თუ ბაიტებში? პასუხია ბაიტებში უნდა გავწეროთ. ანუ ჩვენ უნდა გავიაროთ ეს 4 ბაიტი, ეს 8 ბაიტი, ეს 12 ბაიტი და შემდეგ აღმოჩნდებით შემდეგ vertex-ს. ანუ 12 ბაიტი უნდა გავიაროთ, რომ შემდეგ vertex-ზე აღმოჩნდეთ. ანუ stride ამ შემთხვევაში იქნება ეს. და მოდი დავწერ size of float გამრავლებული 3-ზე. და შემდეგ უნდა გავუწეროთ offset-ი. offset-ი რას ნიშნავს ახლა? აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა. მოდი დავუბრუნდები აი ამის მაგალითს. ჩვენ რომ გქონდეს 2 ატრიბუტი და დავუშვათ მაქვს აგერ color-ი.
ჩვენ უნდა ვუთხრათ vertex-ის დასაწყისიდან რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ მოცემულ ატრიბუტამდე აღმოჩნდეთ. თუ მაგალითად colorისთვის წერთ მონაცემს, ამ შემთხვევაში offset იქნებოდა 3 ფლუათი, რომ აღმოჩნდეთ color-ის ატრიბუტამდე და იქნებოდა 12 ბაიტი ასევე. თუმცა, როდესაც ვართ position-ზე, vertex-ის დასაწყისიდან არანაირი თამატებით ნაბიჯის გადადგმა არ გვიწევს. ამიტომ 0 ბაიტი შეგვიძლია გავიაროთ, რომ აღმოჩნდეთ vertex-ის position-ის ატრიბუტს. შეგვიძლია დავბრუნდეთ Visual Studio-ში და გავწეროთ, რომ offset-ი გვაქვს 0. და სულ ეს არის ატრიბუტები. გავწერეთ ჩვენი position ატრიბუტი და ჩვენ მზად ვართ, რომ უკვე უშუალოდ შეიდერებთან დავიწყოთ მუშაობა. მოდი უცებ გავიხსენოთ თუ რა არის შეიდერი. ამაზე პირველ ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მოდი გავიხსენოთ. პირველ რიგში, შეიდერი არის უბრალოდ პროგრამა, რომელსაც უშვებს ჩვენს ვიდეო კარტაზე. თქვენთან შეიძლება შეიდერი ასოცირდებოდეს ჩრდილებთან ან განათებასთან. ყველაზე პოპულარული ყველაზე ხშირად ეს განმარტება მოდის Minecraft-დან, იმიტომ რომ შეიდერები არის და იქ განათებას და ჩრდილებს ამატებ უმეტეს შემთხვევაში. თუმცა შეიდერი არის უბრალოდ პროგრამა, რომელსაც უშვებს ვიდეო კარტაზე. შეიდერი არ არის უბრალოდ ჩრდილები და სინათლე. თუმცა ჩრდილები და სინათლის გაკეთება შეგვიძლია შეიდერებით. ახლა, რა ტიპის შეიდერებს გამოვიყენებთ ჩვენ? ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი vertex მონაცემების დამუშავება და შემდეგ ამ vertex მონაცემების გამოყენება იმისთვის, რომ ეკრანზე დავხატოთ. vertex მონაცემების დამუშავებისთვის ვიყენებთ vertex shaders. როგორც სახელი გვეუბნება, ჩვენ vertex უგზავნით, ის მონაცემებს ამუშავებს და შემდეგ სხვა shader-ში გადავიტანთ ამ მონაცემებს. ჩვენ შემთხვევაში ეს shaderi არის fragment shaderi. fragment shaderi უშუალოდ იღებს ამ მონაცემებს და ვეუბნებით, თუ როგორ უნდა დავხატოთ ამ მონაცემებით ეკრანს. რა პიქსელები უნდა დაიხატოს. ამიტომ vertex shaders გადააქვს მონაცემები fragment shader-ში და fragment shaders ეკრანზე გამოაქვს საბოლოო შედეგი, ანუ ნახატი. მოდი ახლა გადავიდეთ Visual Studio-ში და დავიწყოთ ამ კოდის წერა. პირველ რიგში, გადავალ ჩემს პროექტში და შევქმნი ახალ folders. ამას დავაწერე res, ანუ resources. დავამატებ შიგნით shaders. კიდევ ერთი folder. და მოდი დავამატოთ ერთი vertex shaderi და ერთი fragment shaderi. დავაწერ ამათ სახელებს shader.vert და shader.frag. მოდი ეს გამზადებული კოდი წავშალოთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ C# არ დავწერთ. ახლა, რა ენით წერთ shader-ში? ჩვენ shader-ისთვის ვიყენებთ პროგრამირების ენას GLSL. GLSL უბრალოდ ნიშნავს OpenGL Shading Language. ეს ნიშნავს Shading Language. და როგორ უნდა დავიწყოთ მასში წერა? პირველ რიგში უნდა მივუსვით თუ OpenGL-ის რა ვერსიას უთითებთ. ჩემს შემთხვევაში მე ვიყენებ OpenGL 4.6. თუ სწორად მახსოვს, შეიძლება თქვენთან უკვე გავიარეთ, თუმცა OpenGL-ის ბევრი ვერსია არსებობს. არსებობს 3.3, 4.6 და ასე შემდეგ, ბევრნაირი. ძირითადად ჩვენ ვიყენებთ modern OpenGL-ისთვის minimum 3.3. თუმცა შეგვიძლია ასევე გამოიყენოთ 4.2, 4.3, 4.6 და ასე შემდეგ. მოდი, რადგან ყველას ექნება OpenGL 3-თან წვდომა, შეგვიძლია გამოიყენოთ OpenGL 3. და რადგან OpenGL 3.3-ს ვიყენებთ, შეგვიძლია დავწეროთ ვერსია 320. ეს ნიშნავს 3.3-ს. თუ 4.2-ს ვიყენებთ, იქნებოდა 420 და ასე შემდეგ. მოდი ახლა გადავალ vertex shader-ში და დავწერ version 320 core. თქვენთან შეიძლება ეს ტექსტი გამოჩნდეს სრულიად თეთრად და ბუნებრივიც არის. რადგან მე მაქვს extension-ი დაყენებული, რომლითაც შემიძლია OpenGL-ის კოდი წავიკითხო და ესეთი syntax highlighting-ი მქონდეს. თუ თქვენს გინდათ syntax highlighting-ი და IntelliSense-ი, შეგიძლიათ გადახვიდეთ extension-ში და მოძებნოთ GLSL და შეგიძლიათ გადმოიწეროთ GLSL Language Integration Extension-ი. როდესაც გადმოიწერთ, გადაარესტარტოთ Visual Studio-ს და გექნებათ ეს. თუ სხვა რაიმე IDE-ის იყენებთ, თქვენთან უბრალოდ სხვანაირად იქნება ეს გასაკეთებელი. მოდი ახლა დავბრუნდები აქ. შემდეგ რა გჭირდება? ეს არის main ფუნქცია. main ფუნქციის უბრალოდ შეგვიძლია დავწეროთ void main და ჩვეულებრივად როგორც C++-ის კოდი, შეგვიძლია ესეთი ფრჩხილები გამოვიყენოთ. ახლა კი მოდი ვიფიქროთ იმას, თუ რა გვინდა vertex shader-ში გქონდეს.
მაგალითად, ჩვენ გვაქვს vertex buffer-ი გაწერილი და გვინდა რომ იმ vertex buffer-იდან შემოგდიოდეს მონაცემები. უფრო კონკრეტულად position-ის მონაცემები. მინდა vector 3 მქონდეს და ამ vector 3-ში მქონდეს position-ის მონაცემები, vertex position-ები. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. როგორც C++-ში და ნებისმიერ სხვა პროგრამირების ენაში შეგვიძლია უბრალოდ ეს ცვლადი შევქმნათ. პირველ რიგში გავწეროთ ცვლადის ტიპი. ჩემ შემთხვევაში ეს იქნება vec3. vec3, იმიტომ რომ 3 მონაცემი მინდა კონდეს შეგდეს არის vector 3 და დავარქვენ positions. ახლა, როგორ უნდა ვუთხრათ, რომ ეს ინფორმაცია მოდის vertex buffer-იდან? მოდი პირველ რიგში დავუწეროთ in და in ნიშნავს ჩემ შემთხვევაში მე ვუყურებ როგორც inputs. ანუ საიდანაც უნდა შემოვიდეს ეს მონაცემი. შემდეგ, რომ ვუთხრათ, რომ vertex buffer-იდან არის ეს მონაცემი, მოდი დავუწერ layout. და შემდეგ location უდრის 0. რა არის ეს location უდრის 0? ეს არის ჩვენი ატრიბუტის ID. ანუ თუ აქ ატრიბუტის ID მაქვს 0, მაშინ გავწერდი აქ 0-ს location 0. თუ ატრიბუტის ID იქნებოდა 1, გავწერდი აქ 1-ს და ასე შემდეგ. ახლა მე ვიცი რომ აქვს ატრიბუტი ID-ით 0, აქვს 3 float და ამიტომ შემიძლია გამოვიყენო vec3 მონაცემი. ანუ, როდესაც ჩვენ რაღაცას დავხატავთ shader-ში, vertex-ის მონაცემებს მივიღებთ ჩვენი vertex buffer-იდან და ავტომატურად vertex shader-ში გამოვიყენებთ აი ასე. შემდეგ, როგორ უნდა გავუწეროთ ეს position-ი სადღაც ეკრანზე? პასუხია რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩაშენებული ცვლადი GL position. და GL position-ის დახმარებით შეგვიძლია განსაზღვროთ თუ ეკრანზე სად უნდა აღმოჩნდეს კონკრეტული წერტილი. ამ შემთხვევაში დავწერ რომ ეს არის position. თუმცა აქ გაგვიცილებს ყველაფერს, რადგან GL position არის vector 4. ამიტომ მოდი დავწეროთ vec4 position და 1.0. შეგვიძლია ჩვენ vector 4-ში ან vector 3-ში სხვა რაიმე vec მონაცემი ჩავწეროთ და იმ პირველ რამდენიმე მონაცემს შეავსებს. ამ შემთხვევაში vector 4-ის კონსტრუქტორში რო position-ი გავწერე, ანუ vector 3 პირველ 3 მონაცემს შეავსებს და შემიძლია მეოთხე მონაცემი გავაწერო. ეს არის ჩვენი vertex shader-ი. მოდი ახლა გადავიდეთ fragment shader-ში და გავწეროთ fragment shader-ი. ეს ყველაფერი საშუალოდ რაც გვიგზავნა ჩვენმა Visual Studio-მ და გავთავაზოთ version 330 core. შემდეგ რა გვჭირდება აქ? აქედან განსხვავებით vertex shader-ისგან ჩვენ გვინდა მონაცემი, რომელსაც სადღაც გავაგზავნით. ანუ ჩვენ გვინდა რომ აღმოვაჩინოთ რა ფერი გვინდა რომ კონკრეტული პიქსელი იყოს რაღაც მდებარეობაში და შემდეგ გადავაგზავნოთ ეს მონაცემი რომ დავხატოთ ეკრანზე. გადასაგზავნი მონაცემების შეგვიძლია დავწეროთ keyword-ი out და შემდეგ შევქმნათ მონაცემი. მაგალითად vec4 frag color. ნებისმიერ რაღაც შეგიძლია დაარქვათ. შემდეგ მექნება void main და შემიძლია გავწეროთ თუ რა ფერის მინდა იყოს ეს frag color-ი. ეს frag color-ი განისაზღვრება ყოველი vertex-ისთვის. ამ შემთხვევაში მოდი დავწეროთ წითელი ფერი იყოს. მეოთხე ჩანელი არის alpha channel. ამიტომ თუ ჩემს ვიდეოს უყურეთ RGB-ს ახსნით და alpha channel ნიშნავს რომ ეს გამჭვირვალე ობიექტი იქნება. ამით დავამთავრეთ ჩვენ shader კოდის წერა. ახლა კი როგორღაც ეს კოდი უნდა ჩავტვირთოთ OpenGL-ში. ამის უნდა გადავიდეთ game-ში და შევქმნათ ახალი მონაცემები. პირველ რიგში, რისი გაკეთება გვიწევს? როგორღაც ეს კოდი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს პროგრამაში. ეს ძალიან მარტივი იქნება, შეგვიძლია დავწეროთ string vertex shader source და დავწეროთ file.read all text. და გადავცეთ ადგილი მდებარეობა. ეს არის res shaders.vert. მოდი პირველ რიგში გავხსნათ ეს პროექტი და ვნახოთ აი ამ ფაილს თუ მონახავს. და ვნახოთ სად ეძებს ამ ფოლდერს. ჩემთან ერორი დამიწერა, ზუსტად აი ასე მეგონა. რადგან ეს ეძებს bin debug-ში, nes9-ში და შემდეგ res და shaders ფოლდერში. ამიტომ მე თუ მინდა რომ ჩემი პროექტის ფოლდერიდან ამოვიღო ეს shaders.vert, უნდა გადავიდე 1, 2, ბზად 1, 2 და 3 ფოლდერი თუკან. ამიტომ მოდი ახლა მაგას გავაკეთებ. გავთიშავ ამას და დავწერ. გამოვალ 3 ფოლდერით და წესით ახლა პრობლემა აღარ უნდა იყოს. და ახლა სხვა რამის გამო მაქვს შესწომა, თუ გადავხედავთ ლოკაციას სად დავწერე, ეს არის res shaders და vert, არადა ჩვენს ფაილს ქვია shader.vert. ამიტომ ეს გავარკვეთ. ეს არის shader vertex source. შენობა უნდა გადავიდეთ და ასევე გავაკეთოთ ანალოგიური fragment shader-ისთვის.
მოდი გადავალ შემდეგ ხაზზე და დავწერ fragment shader source. ეს უდრის file.read all text. და ახლა ჩვენს პროგრამაში გვაქვს შეიდერების კოდები. შემდეგი ეტაპია, რომ უნდა შექმნათ შეიდერები OpenGL-ში და შემდეგ ეს კოდი უნდა ავტვირთოთ იქ. ამ კოდს როდესაც ავტვირთავთ, ჩვენ უნდა დავაკომპაილოთ ეს კოდი და შემდეგ გამოვიყენოთ. მოდი უცებ გადავიდეთ OpenTK-ში და ვნახოთ აი აქ როგორ წერია. მაგალითად, პირველი ეტაპია, რომ ჩვენ რაც უკვე გავაკეთეთ, არის shader source-ების ამოღება, ანუ თვითონ კოდის წაკითხვა. შემდეგ ვქნით vertex shader-ებს და ვიღებთ მათ ID-ებს. ამ shader კოდს ავტვირთავთ OpenGL-ში და შემდეგ ვამოწევთ აიტვირთა თუ არა ყველაფერი. ასევე უნდა გავაკეთოთ კომპილაცია ამ კოდის. როგორც ჩვენს პროგრამაში, Visual Studio და ნებისმიერ სხვა IDE-დან კომპილაციას უკეთებთ პროგრამას, ზუსტად ისეთი კომპილაცია ჭირდება OpenGL-ში ატვირთულ პროგრამებს. რადგან shader-ი არის უბრალოდ პროგრამა, რომელსაც ვიყენებთ ვიდეო კარტაზე. და შემდეგ გვინდა რომ შექმნათ პროგრამა და ამ პროგრამაში დავლინკოთ vertex და fragment shader-ები. პროგრამა რა არის? პროგრამა არის უბრალოდ shader-ების ერთობლიობა. შეგვიძლია რამდენიმე shader-ი ერთად შევრწყათ და ერთ ადგილას გამოვიყენოთ. ანუ თუ პროგრამას გამოვიყენებ vertex shader-საც და fragment shader-საც. ამიტომ მოდი ახლა ეს ყველაფერი გავაკეთოთ. გადავიდეთ აქ და შექმნათ ჩვენი vertex და fragment shader-ები. დავწერ unsigned int ან იქნება int vertex უდრის gl.create shader. და ვუთხრათ რა ტიპის shader-ია. ჩვენ შემთხვევაში ეს არის vertex shader-ი. და ასევე მინდა fragment-ი. დავწერ gl.create shader fragment shader. მოდი ახლა shader კოდები ავტვირთოთ. დავწერო gl.shader source. გადავცეთ shader-ის ID და შემდეგ source. ანალოგიური გავაკეთოთ fragment shader-ისთვის. ახლა კი გვჭირდება აი ამ კოდის კომპილაცია. დავწერო gl.compile shader. პირველ რიგში vertex-ი და შემდეგ fragment-ი. მოდი თან შევამოწმოთ ნამდვილად წარმატებით შედგა კომპილაცია თუ არა. ამით უბრალოდ OpenTK-ში გადავალ და ამ კოდს დავაკვირვებ, ფერს არ ვიცოლებ. მოდი თან ეს კოდი ახსნათ რას აკეთებს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს gl get shader. ამ შემთხვევაში get shader ნიშნავს get shader პარამეტრ და რაღაც კონკრეტული პარამეტრი შეგვიძლია გადმოვიღოთ shader-ისგან. ამ შემთხვევაში გვაქვს compile status პარამეტრი. შემდეგ რაღაც int ცვლადში გადმოვიღოთ ეს კოდი და ამის მიხედვით ვამოწევთ ამ პარამეტრს. ჩვენ შემთხვევაში success to უდრის 0-ს, ესე იგი რაღაც ცუდად მოხდა და გვჭირდება ამის shader info. ანუ შეგვიძლია logger-ისგან წამოვიღოთ ინფორმაცია. ანალოგიურს გავაკეთებ fragment shader-ისთვის. აქ vertex-ის მაგივრად დავწერ fragments. ეს gl get shader-ის ვჭირდება. და ესეც ასე. ახლა კი შემდეგი ეტაპი არის რომ შევქმნათ პროგრამა. ამის დავწერ int program უდრის gl.create program. შემდეგ უნდა მივაბა შეიდერები ამ პროგრამასთან. პირველ რიგში vertex-ი, შემდეგ fragment-ი. შემდეგ უნდა დავწერო gl.link program, რომ შემდეგ ამ პროგრამის გამოყენება შეგვეძლოს. და ბოლოს შეგვიძლია შევამოწმოთ წარმატებით დაილინკა თუ არა ეს პროგრამა. ამისთვის OpenTK-ში გადავალ და უბრალოდ აი ამ success კოდს ავიღებ. ჩვენ შემთხვევაში handle არის უბრალოდ პროგრამის ID. ბოლოს კი შეგვიძლია shader source-ები წავშალოთ. ახლა რატო შევშლით shader source-ები? წარმოიდგინეთ, ჩვენს პროექტს რომ შევხედოთ, ეს არის ჩვენი source კოდი. როდესაც კომპილაციების ეტაპს გავივლით, ეს კოდი არის გარდაქმნილი რაღაც exe ფაილში. ამიტომ ეს shader source რომ არ არსებობს, exe ფაილი მაინც იმუშავებს. ამიტომ შეგვიძლია ზუსტად აი ამ პრინციპით წავშალოთ shader source-ი. რადგან კომპილირებული ვერსია გვაქვს, shader source-ი არ გვჭირდება. დამატებით თუ logging-ისთვის დავჭირდა, შეგვიძლია დავდოთ, თუმცა შეგვიძლია უბრალოდ წავშალოთ კიდევაც. ამიტომ მოდი ხვევით დავწერთ gl.detach shader პროგრამისგან და იქნება ეს vertex-ი.
შემდეგ გვინდა detach shader და ანალოგიური გავაკეთოთ fragments. და ბოლოს გვინდა რომ ეს შეიდერები წავშალოთ. CR-წერტილი delete shader. ახლა კი ჩვენი პროგრამის შექმნას მორჩთ. ერთიღა დაგვჭა რომ ჩვენს რენდერინგის პროცესში გამოვიყენოთ აი ეს შეიდერი. ამისთვის უნდა დავწეროთ shader-use. მოდი ამ კლასის ნაწილად ვაქცევ აი ამ პროგრამას. დავწერ private int program და ახლა ეს ცალკე ლოკალური ცვლადი არ იქნება. შემდეგ ჩამოვალ on render-ში და დავწერ gl-use program. ეს არის შემდეგი ეტაპი ჩვენი სამკუთხედის დასახადად. რომ ჩავრთოთ, უბრალოდ shaders ვიყენოთ, თუმცა shaderi ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს. სამი მონაცემ. ამიტომ ახლა რომ ჩავრთოთ ეს, დაინახოთ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ახლა ზოგიერთ თქვენგანთან შეიძლება აქ სამკუთხედი გამოჩნდეს და იყოს თეთრი. თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ როდესაც არასრული შეიდერი გაქვს, ზოგიერთი ვიდეო კარტა თავის შეიდერს გაძლევს. ანუ რაღაც მზა გამზადებული default შეიდერი აქვს. ამიტომ ჩვენ არ დაგვისრულებია სამკუთხედის შექმნა და ვასრულებთ ამას ძალიან მალე. მოდი დღეს დავასრულოთ სამკუთხედის შექმნა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ჩვენ დავჭა ერთადერთი პატარა დეტალი, რომელიც გვჭირდება სამკუთხედის დასახადად და ეს არის vertex array object. ახლა რა არის vertex array object? ჩვენ აქამდე ვისწავლეთ რა არის vertex-ი, რა არის vertex buffer-ი და ახლა გვაინტერესებს თუ რა არის vertex array. vertex array ძალიან მარტივიანით რომ ვთქვათ, არის მასივი, სადაც ვინახავთ VBO-ებს, ანუ vertex buffer-ებს ვინახავთ. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ბევრი vertex buffer-ი და ის მოვაქციოთ ერთ დიდ vertex array-ში. ეს არის vertex array object. და წარმოიდგინეთ, მეტი არც არაფერი ამაში. შეგვიძლია ეს vertex array object გამოვიყენოთ და vertex array object-ს როდესაც ვიყენებთ, ანალოგიურად გამოვიყენოთ ყველა vertex buffer-ი, რომელსაც მას გააჩნია. დახატის წინ კი უბრალოდ bind-ი უნდა გავაკეთოთ VAO-ს, ეს ანალოგიურად გაკეთოს bind-ს ყოველი vertex buffer-ის. და შეგვიძლია შემდეგ დავხატოთ რაც გვინდა. ამისთვის მოდი სულ ზევით ავიდე და ცალკე ცვლადი მექნება ამისთვის. დავწერ private int VAO. vertex array object-ის შესაქმნელად კი შეგვიძლია უბრალოდ დავწეროთ VAO უდრის gl generate vertex array. და უბრალოდ bind-ს გავაკეთებ. როდესაც დაბაინდებული არის vertex array object-ი, მას შემდეგ რა ბაფერები შეიქმნება, ეს ბაფერები გააკეთებენ bind-ს აი ამ vertex array object-თან. ამიტომ თუ bind-ს გავაკეთებ, მოდი დავწეროთ თან gl-bind vertex array. თუ ამ bind-ს გავაკეთებ vertex buffer-ის შექმნის შემდეგ, ეს vertex buffer-ი არ იქნება მიგმული vertex array object-ს. ამიტომ პირველი ეს უნდა შექმნათ. ახლა კი შეგვიძლია ჩამოვიდეთ სულ ქვევით. და სანამ დავხატოთ ყველაფერს, დავწეროთ gl-bind vertex array. და ახლა უნდა დაიხატოს სამკუთხედი. თუმცა სანამ ამას ვიზამთ გადავიდეთ კონსტრუქტორში და როდესაც მორჩებით ჩვენი vertex buffer-ის და vertex array object-ის შექმნათ, ამ bind-ი გავაკეთოთ ამ ყველაფერს. ახლა კი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამკუთხედი ვნახოთ. და როგორც ხედავთ, გამოჩნდა სამკუთხედი. ახლა აქ ერთადერთი პატარა პრობლემა გვაქვს. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სამკუთხედი არის დახატული სადღაც ქვევით მარცხნივ. თითქოს არასწორად არის დახაზული ამ სამკუთხედზე. ზუსტად შუაში უნდა ყოფილიყო და უნდა ქონოდა გავსებული ფანჯარა. ეს იმიტომ ხდება, რომ დასახატის სივრცე განისაზღვრება სხვა პარამეტრით. ეს არის viewport-ი. viewport-ის მეშვეობით საზღვრა თუ აი სად ვხატავთ, რა არის ჩვენი ხატვის არეალი. და viewport-ი ამ შემთხვევაში არის იმაზე პატარა, ვიდრე თვითონ ფანჯარა არის. შეგვიძლია ამისთვის viewport-ის მონაცემები გავწეროთ. ამას როგორ ვაკეთებთ? კონსტრუქტორს როდესაც დავასრულებთ, შეგვიძლია დავწეროთ gl-viewport. და შიგნით ჩავწეროთ. პირველი შეადგინდებარეობა, რაზეც უბრალოდ დავწერ ნულს და შემდეგ width და height, რომელიც იქნება ჩემი ფანჯრის ზომა. და ჩემი ფანჯრის ზომა იქნება აი ეს. ეს width და ეს height. ამიტომ შემიძლია ეს size მონაცემი გამოვიყენო. ჩამოვიდა ქვევით, დავწერო size-x და size-y.
და მოდი ახლა ჩავრთოთ.